მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი რეჯისტა, გეგმობთ ორი ვიდეოთი, სადაც მე და ნიკა ერთმანეთს დავაპირისპირდებით სხვადასხვა საფეხბურთო ჩელენჯებში. სულ სამი ჩელენჯი გვექნება და აქედან შევსწრებით გამარჯვებული ჩვენთან ერთად იქნება ასე გიორგი ნავროზაშვილი, რომელიც გაუძღვება ამ თამაშს. მოგესალმებით ბიჭებო, მოგესალმებით. მზად თუ ხართ დღევანდელი ჩელენჯისთვის? რა თქმა უნდა, მეგობრებო. ჩვენი ჩელენჯი ნიკამ როგორც თქვა უკვე 3 რაუნდისგან შედგება და პირველი რაუნდი არის გამოიცანი საფეხბურთო კლუბი ლოგოს მიხედვით. რომელი დაიწყებთ? დავიწყებ კი ბატონო, დავიწყებ უკვე გამოსახულია ჩვენ საკანონმდებლო ლოგოები და შეგვიძლია რომ ვთქვათ რთული არ არის წესით ნიკოლოს? პირველი ეს უნდა იყოს ნანტეს. ნანტი, კი ბატონო. ანტეს. ნუ სწორია, მაინც ჩაუთვალოთ ნიკოლოს. ფრანგი არ არის. საფრანგეთს კი გულშემატკივრობს თუმცა. აი, 1-0. კი ბატონო. ხუთამდე ვარ? კი. ვერონა. კი ბატონო, 1-1 ლუკა ათანაბრებს ანგარიშს და ნიკოლოზი წინ უნდა გაიჭრას. აი აქ ვიჭედები. აი აქ ვიჭედები, მაგრამ ძალიან ცნობილი ლოგო არის. კი ბატონო. მინიშნებს ვარ? მინიშნებს არ ვართ ლოგოებზე. არ ვარ. რა თან. ნაცნობია რა. აბა ნიკოლოს მოამზადე ნელ-ნელა ვერსია. უეჭველი ევროპა ლიგაზე იქნება. ვერ მოგწევ ვერანაირ მინიშნებას სამწუხაროდ. მე არ მახსოვს. ერთი თუნდაც არ მახსოვს მაგრამ. ვერ იტყვით ვერც ერთი. ეს არის ბერძნული აეკი. აი ევროტურნირებზე მონაწილეობს ხშირად ეს კლუბი. ლუკა წინ გაიჭრა. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგზე. 2-1 იგებს ლუკა. აწერია ვიზარი ძალიან. Young Boys-ი. Young Boys-ი შევხვდა და აი ეს კლუბი მოდის. 3-2. 2-2. ვიდესი. 3-2. აი ეს ლუკა წინ გაიჭრა. აბა ნიკოლოს ოშუცი. აუ. თან წნეხავს ლუკა ნელ-ნელა. ფრანგული არის. აი, მარტივის. ფრანგული კლუბი არის. შეიძლება უფრო უმარტივებ ამით ლუკას საქმეს ქვეყანას რომ უსახელებდა. არ ვიცი. ნახოთ. აუ მეც ვიცი, მაგრამ ენაზე მაგრას არ მახსენებ. ნიკოლოს რაღაც ვერსია გჭირდება. კაი, გავუმაზოთ ეს რა, მაგრამ ფრანგულია. გავმაზოთ მე ვიზახი. მიდი. ლანს. ლანსი და 4-2. ნიკოლოს ლანსი. და გამოფხიზლდე ლუკას დროა. კი. თუ აიღებ ამას, იგებ თან ნიკოლოსმა დაიწყო, ხო? მამ, შენ ჯერი. ჩემ ჯერ. კი, შენი დროა. ესპანური ხო არის? ვერ გეტყვი ქვეყანას? არა. არ არის სკორი. ამას ავიღებ მე რეალ უნიონი. როიალ უნიონი, უნიონ სენ-ჟილი იგივე. უნიონი გადავიდეთ. 4-3 და ნიკოლოს აქვს შანსი ათანაბრებს. ეს რავი. ნახოთ. ჩემ ჯერ. ჩემი ჯერია? კი, შენი დროა. ფენერი არ არის ეს? ფენერბახჩე კი ბატონო 4-4. ფენერი შვენიერი. მაგრამ ლუკა თუ აიღებს ამ ლოგოს, იგებს მაინც თამაშს, იმიტომ რომ შენ დაიწყე. 4-4 ანგარიში. ნუ ხე რამდენი? შენ რომ აიღო, ლუკას ექნება შანსი. გასალმასი? ლას პალმასი და პირველი რაუნდი წამოიღო ლუკა. 1-0 და გადავდივართ შემდგომ რაუნდზე, ეს იქნება იპოვე იმპოსტერი. მეორე რაუნდი არის იპოვე იმპოსტერი. აქ არის რაღაც ფაქტი მოცემული, მაგალითად რომელიმე ფეხბურთელს რომელიმე კლუბში უთამაშია, აქედან 3-ს უთამაშია და მეოთხე არის იმპოსტერი, ანუ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ უთამაშია დაუშვით. მაინც გეტყვით ყველა ჩამონათვალზე თითო შესავალს გავაგეთ. პირველი გამოჩნდება თქვენთანაც ეკრანზე, წერია ფიორენტინა. აქედან 3 ფეხბურთელს უთამაშია ამ კლუბში, ერთს არა და თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელ ფეხბურთელს არ უთამაშია ამ კლუბში. დაიწყე. ვინ დაიწყებს? ფიორენტინა ხო? კი ბატონო. არის 4 ვარიანტი, კიეზა, კიელინი, მარიო გომესი და ლეონარდო ბონუჩი, ხო? კი. ნიკას სკულის ართმევა შეუძლია მოიწოდო. ორი ვარიანტი მაქვს რა. ვინც არ ვიცი. მოდი მოვიტყვი. ბონუჩი. და სწორი პასუხია ეს. ლეონარდო ბონუჩის არ უთამაშია. მარიო გომესი მქონდა ვარიანტი. მარიო გომესი კარიერის ბოლოს იყო ფიორენტინაში, სადაც თამაშობდა. 1-0. უთამაშია ლა ლიგაში. უთამაშა ლა ლიგაში, აქ 3 ფეხბურთელს უთამაშია, მიხვდებოდი. 3 ფეხბურთელს უთამაშია, რაო ხიმენესი, ლეზ მატუიდი. არა, კაი, მანდი. დრო არის თორე ბატონო. შენი ვერსია რა არის? მარიო ბაძი. არასწორია. თამაშია? არასწორი ვერსია, რა თქმა უნდა. მე მანდი. მაშინ რაულ ხიმენესი?
არც ეს არის სწორი ვერსია. ერთი აღება ხო შევიდა. სწორი ვეღარ აიღებ მეც. ბლეზ მატუიდი. ბლეზ მატუიდის სწორი პასუხია, თუმცა ორივეს ჰქონდა თქვენი მცდელობა და გაფლანგეთ. მარიო მანძუკიჩი თამაშობდა ატლეტიკო მადრიდში, სადაც მადრიდის რეალსაც გაუტანა ისტორიულ თამაში. რაულ ხიმენესიც ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელი იყო. ორი ხიმენესი ყავდა ატლეტიკო მადრიდს. 1-0 ლუკა იგებს და შანსი აქვს ორი ქულით გავიდეს წინ. მესამეზე. გამხდარა სერიას ბომბარდირი. სერიას ბომბარდირი. ე딘 ჯეკო, ლუკა ტონი, ფაბიო კვადიარელა. აქ გეტყვი რომ აქედან 3 გახდა და რომელი არ გახდა ის უნდა თქვა. რომელი არ გახდა ხო? კი ბატონო. ჯეკოთან მახსოვს რომ გახდა გონია. დანკითან მაგრამ ლუკა ტონი და დრო გადის. ასან. კასანოს სწორი პასუხია 2-0. ლუკა იგებს კი კვარიარელა სწორად ახსოვდა სამპდორიას მაისურით გახდა, ლუკა ტონი გახდა ჰელას ვერონას მაისურით, სოციალის ბომბარდი და ჯეკოც უნებრივია გახდა. არ მიუღია წითელი ბარათი. არ მიუღია წითელი ბარათი. ტონი კროსი, ლუკა მოდრიჩი, იუზო კიმიხი. უნდა თქვა რომელს არ მიუღია. რაული. ეს ვიცოდი. ეს სწორი პასუხია 2-1. რაული. 2-1? კი. დაჩა 3 კითხვა ხო? ანუ შანსები არის ჯერ. შანსები არის. ამ 3 კითხვის გარდა კიდე 2 განსხვავებული ტიპის კითხვა არის, ასე რომ კიდე შევა რა. კი. შანსები არის. მეხუთე კითხვა, გაუტანია 5+ გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე. ფრანჩესკო ტოტი, էდისონ კავანი, ხედრან შაკირი. აქედან 3-3 არ გაუტანია და 1-ს აქვს გატანილი და ის უნდა თქვა. ვინ გაიტანა? კი. ანუ ეს ერთ ჩემპიონატზე? არა. სულ. და ვინ გაიტანა? საინტერესო. კავანი? ედინსონ კავანია შენი ვარიანტი? არ არის სწორი პასუხი. ედინსონ კავანის გეტყვი რომ აქვს ზუსტად 5 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი. მადლობა რომ მითხრა. აკირია ბიჭო. შენი ვერსია გჭირდება? ანტოტიან შაკი. შაკირი რო შაკირ. ფრანჩესკო ტოტი. ფრანჩესკო ტოტის აქვს 1 გოლი გატანილი, ხედრან შაკირი იყო სწორი პასუხი. შაკირი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე საოცრად თამაშობს, ეს ყველასთვის ცნობილია. კითხვა ნომერი 6. უთამაშია მაურინიოსთან და გვარდიოლასთან. ეს ნიკას დრო არის, ხო? ნიკას დროა. კევინ დე ბრუინი, კი ბატონო. არიან რობენი, ალექსის სანჩესი, ვიქტორ ვალდესი. და ანუ აქ რა უნდა გამოჩნდა? უთამაშია, რომელსაც არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ფიქრია და. ლუკაც ნახავს. ნახოთ იცის თუ არა ნიკამ. დრო ნელ-ნელა იწურება ნიკოლოს. დრო იწურება. კევინ დე ბრუინი. და დავაჩვენე. თქვი ნიკოლოს. კევინ დე ბრუინი იყო. არიან რობენის უთამაშია. ალექსის სანჩესი. უეჭველი უთამაშია. ვიქტორ ვალდესი. სწორი პასუხია. ვიქტორ ვალდესი იყო. სწორი პასუხია. ვალდესი უთამაშია მანჩესტერ იუნაიტედში და ეს იმიტომ იყო დამაბნევად შემოგდებული. 2-2-ია და შემდეგი არის ლუკა. არ უთამაშია ტოპ 5. არ უთამაშია ტოპ 5. ამ ფეხბურთელებიდან 3 უთამაშია ტოპ 5 ლიგაში. ხო. 1-ს არ უთამაშია. ანუ 5-ვეში? კი, უნდა გამოიცნოთ რომელს არ უთამაშია ტოპ 5 ლიგაში. ინგლისი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია. ბოიან კრიკიჩი. შენი პასუხი ბოიან კრიკიჩი არასწორია. არ უთამაშია. ბოიანს 5-ვეში ნათამაშები აქვს და 5-ვეში აქვს გოლი გატანილი. ნელ-ნელა დრო იწურება. სებასტიან ალე? აფიქსირებ ამ პასუხს. სწორი პასუხია სებასტიან ალე, 4 ლიგაში აქვს ნათამაშები. გავავაზრეთ და გონი ჭირდება დამატებით კითხვა. მაშასე გიბრუნდებით 2-ქულიანი რაუნდით, ნიკოლოს იქნება შანსი დაკამბექებისა. 8 ფეხბურთელი იქნება მოცემული თქვენს წინაშე და უნდა გამოიცნოთ ისინი კარიერის მიხედვით. ამ რაუნდს რომელი არა, ფეხბურთელი გუნდები იქნება ჩამოწერილი და უნდა გამოიცნოთ რომელ ფეხბურთელზეა საუბარი. ფეხბურთელი თანმიმდევრულად არის ჩამოწერილი. ვინ დაიწყებს ამ რაუნდს? აბა ნიკოლოს ვაბანკზე უნდა წავიდე მე სპორტზე აღარ. მოდი მე თუ გინდა მე გეტყვი სად თამაშებ. სოშო არის პირველი კლუბი ფრანგული. პირველი კლუბი არის სოშო, მეორე არის კლუბ ბრიუგე, ბელგიური. მესამე არის ბორუსია დორტმუნდი, შემდგომ ვოლფსბურგი, მილანი, ინტერის მილანი, მიუნხენის ბაიერნი, ტოტენჰემი და PSV არის შემდგომი კლუბი. ეს PSV შეადგა ეს. ივან პერისიჩი. აფიქსირებ ამ პასუხს. აუ კი.
აუ, სწორია პასუხი. სწორია და 1-0 ნიკოლოზი წინ გაიჭრა. აბა ლუკა, შენი დროა. გვადალახარაში იწყებს ეს ფეხბურთელი კარიერას, ჩივასი ასე ეწოდება ამ კლუბს, ორი სახელი აქვს. მექსიკაში. შემდგომ მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ მადრიდი, ვესტჰემ იუნაიტედი, ლესტერ სიტი, სევილია, LA Galaxy და დღეს შემდგომ ისევ დაბრუნდა ამ კლუბში. საერთოდ. გვადალახარაში, სადიდანაც დაიწყო ეს მოგზაურობა. საინტერესო. მექსიკაში შემო. კი. გონი ვიცი. მაგრამ შანსი გაქვს სტარტერს. ეხლა მომდე ხოლმე ბოლოს იყო LA Galaxy-ში. და დაბრუნდა გვადალახარაში. ან სამშობლოში დაბრუნებამდე ბოლოს აიდან წავიდა ვესტჰემში. ანუ მექსიკელი უნდა ეძიოთ რაღაც. ვინ წავიდა ვესტჰემში იუნაიტედიდან? ლუკა დრო ამოგეწურა რა ვერსიას გვთავაზობ. უნდა თქვა რაღაც. არ ვიცი. წერან იცოდი მე მგონი. მინიშნება არ გვაქვს? ეგ არა. ორქულიანი რაუნდიც სწორედ ამიტომ არის რომ არანაირი მინიშნება არ იქნება. ეპილეგით უნდა იყოს. არა, არანაირი. რეალში ერთი მახს ერნანდესი. რომელი ერნანდესი? ერნანდესი, короче, ზერსკი ერნანდესი. ნუ აი, ერნანდესი რა. ხავიერ ერნანდესის გულისხმობ. რეალში ესვა თორსტები 94-იანი. ყველაფერი სწორად თქვა ნიკოლოზმა. ხავიერ ერნანდესი ჩიჩარიტო. სწორია. ჩიჩარიტო არ ვთქმა. სწორია, კი ითვლება 2-0. დავედით მესამე ფეხბურთელზე. მაკდონსიეს არის კლუბი, სადაც დაიწყო კარიერა. მშვენიერი. შემდეგი ტოტენჰემი, ევერტონი, ბეშიქტაში. ანუ ეხაც ბეშიქტაში შობს. ბოლოს ბეშიქტაში იყო. ნუ დავფიქრდი. მოიცა, სიტიში არ ყოფილა, ხო? სიტიში არ ყოფილა. ტოტენჰემში, ევერტონში. პრემიერ ლიგის ორ გუნდში იყო, ტოტენჰემში და ევერტონში. და მე წავიდა ბეშიქტაში. თურქეთს მიაშურა. აი. შეიძლება? კი? დელიალი. სწორი პასუხია. დელიალი ევერტონი. სწორი პასუხია. 2-1. მესამე, მეოთხე ფეხბურთელი. შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოიცნოთ. ვოლფსბურგი პირველი კლუბი, შემდეგ შარლერუა, შემდეგ ლილი, მერე ნაპოლი და შემდგომ გალათასარაი. შემჯერია? თუ შენ ჯერია მგონი. თელეფონაზე მეორე დელიანი. კარგი. ვოლფსბურგი, შარლერუა, ლილი, ნაპოლი და გალათასარაი. ნაპოლი, ლილი და გალათასარაი. მოიცა. არა, ჯერ ლილი, მერე ნაპოლი, მერე გალათასარაი. ლილი, ნაპოლი, გალათასარაი. მანამდე იყო შარლერუა და მანამდე ვოლფსბურგი. ნაპოლიდან დავიდა პირველ გალაში. ანუ ახლა გალაში. კი ბატონო. ნაპოლის შემოწლებში იყო. წლებს ვერ გეტყვი? აა. წლებს ვერ გეტყვი. ნაპოლიდან გალაში. ორქულიანია. ნაპოლიდან გალაში. დრო, წრეხი. გავზარდოთ. დაუთმო? ნაპოლიდან გალაში. ერთადერთი ფეხბურთელი მახსენდება. ეს არის ვიქტორ ოსიმენი. სწორი პასუხია. ვიქტორ ოსიმენი. ვიქტორ ოსიმენი ერთი ფეხბურთელი. 3-1 ანდარში. დავედით შემდეგზე. კი ბატონო. ეს თუ არის არ ვიცი. შემდეგი არის ოლიმპია შენინი, იგივე ლუბინორი. კი ბატონო. უდინეზე, აჰა. ემპოლი, ნაპოლი და ინტერი. ნაპოლიდან ინტერში. ლუკა მე მგონი ეხა თამაშობს, ხო? ინტერში. ინტერში თამაშობს? კი. ნაპოლიდან წასული. კი ბატონო. მარცხენა მცველი ხო არ არის, მეთქი ვიფიქრე ხომ. არა არის. ლუკა მე მგონი არ უნდა გეხმარებოდეს, მაგრამ ვანიკა რას დიმარკო არ არის. 3-1 ანგარიში და თუ გახდება 3-2 ლუკა, იმიტომ რომ არ არის სწორი პასუხი. კი და 3-2 ხდება ანგარიში. ლუკას დროა, ჯერ არის კიდევ კითხვები დარჩენილი. შემდეგი შვეიცარიული ვინტენჰარი არის კლუბი, ბაზელი, დორტმუნდის ბორუსია, მანჩესტერ სიტი და ინტერი. აუ ვიცი. ინტერი? სიტიდან ინტერში? გასა ინტერში ახლა? კი. აუ მგონი ვიცი. ბორუსია სიტი და ინტერი. და ინტერი? კი ბატონო. უცველია?
ვერ გეტყვი მე ვერაფერს. აკანჯი. სწორი პასუხია. აკანჯი ვიცოდი არა და მანუელ აკანჯი. ანგარიში დოძობა ლუკამ სხვა შორის 3-3. ის როგორ უნდა ისვამებო ზემისკი. კარგი. შემდეგ ფეხბურთელს წაგიკითხავთ ახლა. ალმოკავლონი. აჰა. მე მგონი არაფერს გაძლევს ეს. არა ბაზელი. ბოლო კითხვა არის? ჩელსი არ არის ბოლო კითხვა. ჩელსი, ფიორენტინა, რომა, ფიორენტინა რომა. ლივერპული. ეს არის გოლი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია წელს. და სწორ პასუხს იტყვი. ბიჭო ჩელსიში იყო. აი ამ ბაზელში, კაი, მოჰამედ სალა. აფიქსირებ? სწორი. სწორია. 4-3 და ლუკას აქვს გათანაბრების შანსი. კი. თუ არა და თუ არა და თუ არა და არა, თუ არა და წააგებ, იმიტომ რომ 4-3 ან ეს არის. უეჭველი უნდა როგორ იყოს. დავაგეს მა? ორი რაუნდი ხომ მოვიდა, ორი ეს არა, 2-2 გახდება საბოლოოდ. მაგას ვამბობ. ამ რაუნდს წააგებ, კი. მანესია? შემდგომი ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოიცნოთ. ვალენსია, მანჩესტერ სიტი, რეალ სოსიედადი. მარტივი კარიერა აქვს. მიხარი ასოციაციებში. თუ აღარ არის, მგონი აღარ არის. ახლა ლუკას ველოდები მხოლოდ და მხოლოდ. არ ვიცი, აი რა რითმა არის. და ხას იქ თამაშობ სოციალურ. ვერ გეტყვი ვერაფერს. დავიცილვა? დავიცილვა, ლუკამ გაათანაბრა ანგარიში, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი თამაშის გამარჯვებული ყავს. ლუკა ცუცკირიძე, სამივე რაუნდი წამოიღო. მეტი კითხვა აღარ არის. გილოცავ. просто ერთი კითხვა უნდა გქონო. დაწყების უპირატესობა.აშკოლაშია, მაგრამ 4-4 მომჭი. კი, 4-4 მოჭა შესაბამისად. ლუკას რომ ეს რაუნდი წაეგო, შემდგომ ბონუს რაუნდი დაინიშნებოდა შესაბამისად. აქ დაწყებას აღარ ქონდა მნიშვნელობა. დავსაყარო არ არის. კომენტარს ავგეთებ. კაი თამაში იყო. რა თქმა უნდა, გაივარჯვა ღირსეულობა. ერთადერთი ჩემთან უწყობოლიო რაღაცები უნდა ამიღო პირველ მეორე რაუნდში უფრო ყურადღებით უნდა მეთამაშო. დანარჩენს კიდე რავი, ძალიან კაი იყო. არც ერთ შეცდომა არ დაუშვია, ყველაფერი უშეცდომოდ გააკეთა. ერთ-ერთი მესამე რაუნდში იყო რაღაცები, თორე ისე აბსოლუტურად გამოგეცემდა. მადლობა საინტერესო თამაშისთვის, მადლობა გიორგი საინტერესო კითხვებისთვის. თქვენ კიდევ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ, გამოიქცეოთ რეჟისტრს არხით ჩვენ კიდე. სულ მალე დაგიბრუნდებით მორიგი საინტერესო ვიდეოებით. ნახვამდის, ემშვიდობებით.